ხუსკივაძე რეზონანსული საქმის ბოლო სასამართლო პროცესს წუთი-წუთზე გახსნის. დღეს დადასტურებით ვიცით, რომ გაირკვევა რამდენი წლით გაუშვებს ციხეში მოსამართლე განსაჯელის სკამზე მყოფ სამ პირს თუ გამოაცხადებს მათ ელიტური კორუფციის საქმეში უდანაშაულოდ. ერთადერთი პირი, რომელსაც ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება და უკვე ცნობილია პირობებით, ეს არის 4 წლიანი მჟავრი, მას თავისუფლებაზე ყოფნა არ ექნება აკრძალული და ასევე ჯარიმა. ეს არის ვლადიმერ ღუდუშაური, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მათ შორის ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის უახლოეს გარემოცვას დაადო. დღევანდელი სასამართლო პროცესი გაიხსნება ჯუანშერ ბურჭულაძის საბოლოო სიტყვით. სავარაუდოდ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ ვასილ მხეიძე, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავი ცოლისძმა და ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა. დღევანდელი პროცესის შემდეგ კი უცნობია მოსამართლე გავასა თათბირო თუ ადგილზე თათბირით მაშინვე გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას. უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით ჯუანშერ ბურჭულაძეს 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება, გაფლანგვის ბრალდებით ხაინდრავას და მხეიძეს კი 11 წლიანი პატიმრობები ემუქრებათ. სამივე მათგანს პროკურატურამ უარი უთხრა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და ჯუანშერ ბურჭულაძეს 2,5 მილიონის ქონება უკვე ჩამორთმეული აქვს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დღეს გაჟღერდება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ჯარის დაცვის საქმეზე, თავდაცვის სამინისტროსთვის უკვე მჟავრდებულებს 7 მილიონის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ. ეს სავარაუდოდ პროცესი დამთავრდება, ბოლო პროცესი იქნება, ალბათ იქნება გადაწყვეტილებაც გამოაცხადებს მოსამართლე, კომენტარი იქნება გადაწყვეტილების მერე დეტალური რაზეა. მოლოდინი ჩვენი, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, ჩვენ გვაქვს გამართლებელი განაჩენის მოთხოვნა და მოლოდინით შესაბამისი. ბრალდების მხარეს მთელი პროცესის განმავლობაში ვიმეორებთ, რომ არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავეობის დასადასტურებლად. საპროცესო შეთანხმება არამეა, არსებითი განხილვა სხვა რამეა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქნება გადაწყვეტილება, კომენტარს მოგცემთ გადაწყვეტილების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესოს გაფორმების სანაცვლოდ თანახმა იყო, რომ ეღიარებინა აღნიშნული დანაშაული, დღეს მისი ადვოკატი აფიქსირებს პოზიციას, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ღარიბაშვილის კაბინეტის ყოფილი წევრი თავს წარგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ ცნობს. სავარაუდოდ იგივე პოზიციას განსაჯელის სკამზე მყოფ სხვა პირებსაც, ისინი უკვე ეტაპირებული არიან საშელახსრულების დაწესებულებიდან და ახლა არიან მოლოდინში რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მათ საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე.